ესე ჩვენი ბოსტანი მეგობრებო, უნდა გაჩვენ. გაზელი ვაჩვენოთ დედიკა. გაიზრდება ესენი პამიდორები. ზაკები, ის არის ჩემი. ის პატარა ადგილი, დედაჩემმა მომცამე, რასაც დარგავ, იმას შეჭამო. რასაც მეიყვანო, მაგრამ იმნაირი მკვდარი პამიდორები მომცა, ვანილობაც ვერ უშველი იმას. პამიდორი იყო ერთი ცალი. ესეც ჩვენი დედლები, რომელიც თელი ზამთარი გვაჭმევდნენ კვერცხს და ახლა დედაჩემმა გადაწყვიტა დაკლას და გაახანხალოს და ჩააწყოს საყინულეში. ძალიან მეწოდებიან, მაგრამ რა ვქნა, თავზე ვიძალა არა. დედა რა ვარ ხასიათზე, ესე იგი გოგოებო, დედაჩემ დილას დროადგება დაატრიალნა რომელიერს გარესაქმის დაატრიალდება და აწყებს ჭადეს, უნდა კაის, რა ქვია, ჭამოს. ხო და არ გავაკეთებია, საჭმელი ხა ყავა გოუკეთე, ეგრე და ბეგუშეწუხებულის მომს. არ უნდა ნამეტნავად ყავა. ყველი და პიტნა გადაზილა და დამზევდა დილას პატარა ბოშით, გასინჯე დედა გასინჯეო და იმას რომ გასინჯეო მე რაღაც ყავას დალევ. მაგრამ არ გამოუვიდა, კაი და არ განამახებია. გავამხილოთ მიგრილებ წამეჭკუბებინო ასე თქო. ხო, ძილი ყველი იყო. აგერ ჩემო მეგობრებო, ჩვენი 4 დედალი წაიქცა გმირულად ბრძოლის ველზე. დედა ყველა შეხვედრაზე მიძახიან. არაფერს აკეთებ შენ, დედა შენი აკეთებს ყველაფერს. აგერ ჩემი და მოწმე, აგერ ბრძანდება. ეს ხა ვინ გატრუსა? გაპურდზე. სხვა არაფერი. ყველაფერი გოუკეთი აქამდე მევიტანე, დაუწყვი აგერ გატრუსული და ახლა თვითონ გააკეთე. ასე დავრესკე, ასეთი საქმიანი და ოჯახის ქალი ვარ მე, ნახე რაც ხიმი და რა ქონი, ვაიმე დედა. ვაიმე, დედაჩემი მუქება. მართლა კი არა ხალხო, დედაჩემმა დაასანსალა შველოდება შვილთაშვილს და უნდა აჭამოს ჩიჩია. ნარკუნა.